ინტელექტუალი მანიაკი, რომელმაც ჯანი ვერსაჩე მოკლა. მართალია ცნობილი დიზაინერის ტრაგიკულად დაღუპვიდან 20 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ვნებები დღემდე არ ცხრება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა მკვლელის მოიძიეს და საქმეც დაიხურა, პასუხი მაინც ვერ გასცეს მთავარ შეკითხვას, რა გახდა მკვლელობის მოტივი და რატომ აღმოჩნდა ვერსაჩე ენდრიუ კიუნენანის საბედისწერო ნუსხის მეხუთე და უკანასკნელი მსხვერპლი. ენდრიუ ფილიპ კიუნენანი 1969 წლის 31 აგვისტოს დაიბადა კალიფორნიაში. სან-დიეგოს რესპექტაბელურ გარეუბანში. ცქვიტი და საზრიანი ბიჭუნა, რომელიც კიუნენანების 4 შვილიან ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი იყო. ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ მშობლებს და მაქსიმალურად ანებიურებდნენ, რაც საოცრად აღიზიანებდა მის უფროს და-ძმას, რომელთაც ბავშვურად ჩურდათ პატარა ენდრიუსი. მას ხრად იგდებდნენ და ხშირად დაცინვით პრინც ენდრიუსაც ეძახდნენ. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ IQ ტესტის შედეგებმა, როცა მოზარდმა ენდრიუ მთელი 157 ქულა დააგროვა, მშობლები აღაფრთოვანა და ძმა კი უფრო მეტად გააბრაზა. უმცროსი კიუნენანი გატაცებით სწავლობდა და 21 წლისა უკვე თავისუფლად ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, თუმცა არც ტყუილებს ერიდებოდა, ყოველთვის შთაგონებით ცრუობდა და თანატოლებს ხან საკუთარ შეძლებულ ოჯახზე უყვებოდა ისტორიებს, ხან ერთმანეთში უსასყროდ შეყვარებულ მშობლებზე, რომელთა ქორწინება წლების შემდეგ მხოლოდ ფორმალობად რჩებოდა. მისტერ მოდესტო კიუნენანის ფინანსური სტაბილურობა კი სულ უფრო და უფრო საეჭვო ხდებოდა. ენდრიუ ოცნებობდა მშობლების შერიგებაზე. ძალიან შიშობდა, რომ და-ძმის მსგავსად მასაც ჩვეულებრივ სკოლაში მოუწევდა სწავლა, თუმცა უფროსმა კიუნენანმა ყველა ღონეს მიმართა და საყვარელი შვილი პრესტიჟულ ბიშოპს სკულში მიაპარა, სადაც უკვე წამოზრდილი ენდრიუ იმდანად კომფორტულად გრძნობდა თავს, რომ არც საკუთარ ჰომოსექსუალიზმზე გულახდილად საუბარს გაურბოდა, ამიტომ ძალიან უცნაურია მისი სიკვდილის წინ დაწერილი აღიარება, თითქოს ვერსაჩეს მკვლელობის მიზეზი პირველ რიგში მისი სექსუალური ორიენტაცია გახდა. 15 წლის კიუნენანი, რომელიც ასაკთან შედარებით ბევრად სოლიდურად გამოიყურებოდა, გამჭრიახი გონება, დახვეწილი მანერები და არაჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემები ჰქონდა. ყოველთვის წარუშელ შთაბეჭდილებას ტოვებდა ახლად შეძენილ მეგობრებზე, სან-დიეგოს ღამის კლუბებშიც და მართალია მშობლებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ მათი პირმშო ერთმშვენიერ დღეს აუცილებლად სახელოვანი ისტორიკოსი გახდებოდა, მაგრამ ენდრიუმ კალიფორნიის უნივერსიტეტში ანტიკური და აღორძინების ეპოქის შესწავლას ჰომოსექსუალურ კლუბებში ახალი ნაცნობობის გაბმით ცოდნის შეძენა არჩია. სწორედ იქ მოიძია კიუნენანმა შემოსავლის ახალი წყაროც, როცა თამამად შეცვალა საკუთარი ახალგაზრდობა და მიმზიდველობა ასაკოვანი გავლენიანი მამიკოების მსხვილ ბანკნოტებში, რომლებიც მშობლების მსგავსად ნებისმიერ სურვილს უსრულებდნენ კაპრიზულ ახალგაზრდას და არც მაღალი საზოგადოებისკენ გზის გაკაფვაში დახმარებაზე უთხრეს უარი, სადაც ახალი მფარველების ძიებას კიუნენანი ახლა უკვე მოდურ წვეულებებზე შეუდგა და ჯანი ვერსაჩესაც შეხვდა, რომელიც ჯერ საკუთარი ინიციატივით გაეცნო სიმპათიურ ახალგაზრდას, მერე კი დიდხანს ირნა საკუთარი ლიმუზინით. მართალია მოგვიანებით აღფრთოვანებული კიუნენანის სიამაყით ყვებოდა საკუთარ კერპთან შეხვედრის ისტორიას, მაგრამ ვერსაჩეს წარმომადგენელმა ოფიციალურად უარყო ინფორმაცია და აღნიშნა, რომ დიზაინერს არასოდეს ჰქონია ურთიერთობა ახალგაზრდა თაყვანისმცემელთან. მართალია სან-ფრანცისკოში გადაბარგებული კიუნენანი აქტიურად ცდილობდა ჰოლივუდის ვარსკვლავთან დაახლოებას და კინოინდუსტრიაში ჩაბმას, მაგრამ მისი ყველა მცდელობა მარცხით დასრულდა, თუმცა მოხერხებულმა ენდრიუმ მაინც არ დაიხია უკან და არტისტულ ამბიციებს რეალურ ცხოვრებაში მისცა გასაქანი, როცა სხვადასხვა სახელის გამოყენებით ხან საზღვაო ოფიცრად ასაღებდა თავს, ხან ფილიპინებზე ცნობილი პლანტატორის მდიდარ მემკვიდრედ. მოგვიანებით კიუნენანი მართლაც გამოჩნდა რამდენიმე ფილმში, თუმცა მხოლოდ უფროსებისთვის და სექსუალური მონას როლში. მართალია საკუთარი გარეგნობის წყალობით ენდრიუ ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა BDSM საზოგადოების რეჟისორებს შორის, მაგრამ მცირე ჰონორარით უკმაყოფილო მაინც ენთუზიაზმით შეუდგა აკრძალული ნივთიერებებით ვაჭრობას. სხვადასხვა სწორედ სან-ფრანცისკოში გაიცნო კიუნენანმა მომავალი ორი მსხვერპლი ახალგაზრდა სიმპათიური საზღვაო ოფიცერი ჯეფი ტრეილი, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა და სოლიდური არქიტექტორი დეივიდ მენსონი, რომელიც სწრაფად იქცა საკუთარ სპონსორად. კიუნენანი საკმაოდ ადრე 27 წლის ასაკში მიხვდა, რომ ტკბილი ცხოვრება მალე დასრულდებოდა, რადგან მისი მიმზიდველობა ნელ-ნელა ცვდებოდა. სიმპათიური ჟიგოლოების ახალი თაობა კი, რომელთა ფონზე თვითონ ნაკლებად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, სწრაფად იზრდებოდა და უკვე სერიოზულ კონკურენციასაც უწევდა. ერთ დროს ბედისნებიერად ცხოვრება ნამდვილ კოშმარს დაემსგავსა, რადგან ერთის მხრივ ნარკოტიკებით მიღებული შემოსავალი არ აღმოჩნდა საკმარისი მისი კაპრიზების დასაკმაყოფილებლად, მეორეს მხრივ კი დამოუკიდებლად დაუსვა საკუთარ თავს შიდსის დიაგნოზი.
მართალია კიუნენანი რეგულარულად იკვლევდა საკუთარ ჯანმრთელობას, მაგრამ შედეგების გაცნობაზე ყოველთვის უარს ამბობდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ შეშინებული მძიმე დეპრესიამ შეიპყრო და მთელი 15 კილოგრამით მოიმატა წონაში. მორალურად განადგურებული და მარტოდ დარჩენილი ენდრიუ შვების ძიებაში ყოფილ საყვარელს დეივიდ მენსონს ესტუმრა მინიაპოლისში, თუმცა სიმშვიდის ნაცვლად უფრო აფორიაქდა, როცა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მედისონი მის მორიგ საყვარელთან ჯეფრი ტრეილთან მეგობრობდა. ეჭვიანობით შეყვრაბილი კიუნენანი ორმაგად დამცირებულად გრძნობდა თავს, რადგან წარმატებული ყოფილების ფონზე უფრო მტკივნეული აღმოჩნდა საკუთარი მარცხის მიღება. კიუნენანმა რამდენჯერმე სადაწყულთან გულახდილად გასაუბრება და მართალია დევიდს დიდხანს არწმუნებდნენ მეგობრების სარისკო წამოწყებაზე უარის თქმას, მაგრამ მან მაინც გადაწყვიტა ყოფილი საყვარლების შეხვედრის მოწყობა. მართალია 1997 წლის 27 აპრილს მედსონის სახლში მოწყობილ პაემანზე ენდრიუსა და ჯეფრის გულწრფელი საუბარი სწრაფად გადაიზარდა ჯერ სერიოზულ კონფლიქტში, შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში, მაგრამ როგორ აღმოჩნდა კიუნენანის ხელში სამზარეულოს ჩაქვიში დღემდე არავინ იცის, თუმცა ყველა გაუცდა, როცა რამდენიმე დღეში სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ჯეფრი ტრეილის სხეულზე 27-ზე მეტი ჭრილობა დაითვალა. როგორც მოგვიანებით სამართალდამცავებმა ივარაუდეს, სპარსულ ხალიჩაში გახვეულ ტრეილის ცხედართან კიუნენანმა და მედსონმა 2 დღე გაატარეს, მერე კი დევიდის ავტომობილით დანაშაულის ადგილის დატოვება გადაწყვიტეს. რა თქმა უნდა, მკვლელობაში მთავარი ჭმიტანილად პოლიციამ მედსონი მიიჩნია, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა კიუნენანის არსებობის შესახებ, თუმცა როცა რამდენიმე დღეში მინიაპოლისიდან 75 კილომეტრში თავად მედსონის ცხედარი აღმოაჩინეს 3 ნატყვიარით, მის ბინაში კი შემთხვევით მიაგნეს ჩანთას კიუნენანის სავიზიტო ბარათით ყველაფერი ნათელი გახდა. სამართალდამცავებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა შემდეგი 2 მსხვერპლის საერთო სერიაში გაერთიანება, რადგან დღემდე გამოცანად რჩება, რატომ იქცა მკვლელის სამიზნედ ჩიკაგოელი მილიონერი ლი მიგლინი, რომელიც კიუნენანმა წამებით მოკლა და მესაფლავე უილიამ რისი, რომელთანაც საერთოდ არაფერი აკავშირებდა. მართალია სერიულ მკვლელზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა 10 შტატის საუკეთესო სპეციალისტებით დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფების მონაწილეობით, მაგრამ კიუნენანი ისე გაუჩინარდა, რომ მისი შეპყრობის ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. ენდრიუს უკანასკნელ მსხვერპლად ცნობილი დიზაინერი ჯანი ვერსაჩე იქცა, რომელიც 1997 წლის 15 ივლისს საკუთარ მდიდრულ ვილასთან გამოასალმა სიცოცხლეს. საბედნიეროდ გაქცეული ანტონიო დომიკომ დიზაინერის პარტნიორმა შეამჩნია და სწორედ მან გამოიძახა პოლიცია, რომელმაც კიუნენანის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ფულადი პრემია დააწესა. ფოტოები კი ჯერ პრესაში გამოაქვეყნა, შემდეგ ღამის კლუბებში გაავრცელა. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დახმარებისთვის სექსუალურ უმცირესობათა ორგანიზაციასაც მიმართა. პოპულარულმა ტელეკომპანიამ კი შოუების მოყვარულ ამერიკელებს ექსტრასენსების მონაწილეობით გადაცემა შესთავაზა და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ ერთ-ერთის მინიშნებამ გაამართლა, რომელთაც პოლიციელებს ოკეანისკენ მიუთითა. სამართალდამცავებმა მართლაც მცურავ სასტუმროდ ქცეულ იახტაზე მიაგნეს მკვლელს, თუმცა დაგვიანებით, რადგან ენდრიუ კიუნენანმა ყველას დაასწრო და სიცოცხლეც თვითმკვლელობით დაასრულა. 1999 წელს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ენდრიუ კიუნენანის საქმე გაასაჯაროვა და საზოგადოება გააკვირვა, როცა აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად პოლიციამ მაინც ვერ შეძლო ჯანი ვერსაჩეს მკვლელობის მოტივის დადგენა. ნაკლებად დამაჯერებელი ვერსია თითქოს მკვლელი შურისძიებას ცდილობდა მათზე, ვისგანაც შიდსის ვირუსით დაავადა, არ გამართლა, რადგან პათოლოგანატომების მტკიცებით კიუნენანი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. საკუთარი ვერსია აღმოჩნდა ფედერალური ბიუროში ყოფილ აგენტ, ცნობილ კრიმინალის რობერტ რასელსაც, რომლის აზრით ვერსაჩე კიუნენანის წარმოდგენაში იმ დიდებას, სიმდიდრესა და ძალაუფლებას განასახიერებდა, რომლისკენაც თვითონ ისწრაფოდა, თუმცა ოცნება ვერ აისრულა და დამარცხებულმა სწორედ ცნობილი დიზაინერის მოკლედ გადაწყვიტა ცხოვრებაზე შესაძლოა ამგვარი ვერსია, რომელიც არ მსხვერპლის სექსუალურ ორიენტაციას, არამედ ამბიციური ადამიანის იმედგაცრუებას და სასოწარკვეთას ეფუძნება, უფრო მართებულია ვიდრე ფანტასტიკური ვარაუდები, რომელთა ტირაჟირებას პრესა დღემდე არ ერიდება.